მეგობრებო, მოკლედ დღეს გვაქვს OSB ორიენტირ ბურბუშელის ფილა ქვია, სრული სახელი ამ აბრევიატურას. მოკლედ ამ OSB ფილების გაკვრის ჯერი დადგა ჩვენს სახურავის კონსტრუქციაზე. ეს ფილა გარდა იმისა, რომ დამატებითი იზოლირების შრიარით იზოლაციისას, ასევე ამ კონსტრუქციას მთლიანად შეკრავს, რადგანაც ერთმანეთთან დამატებით კიდევ უფრო აერთებს აი ამ ჩვენს აღმართულ კონსტრუქციას. OSB ფილების შემდეგ უკვე უნდა გადავაკრათ დიფუზიური მემბრანის შრე, შემდეგ წავა ეგრეთ წოდებული ლარტყა, რეიკები ზემოდან და შემდეგ დაждდება სახურავი, თუნუქის სახურავის მასალა, იმისთვის რომ დაცული იყოს ეს შიდა ფენები ორთქლისგან, ნადებისგან, კონდენსატისგან და ამ ყველაფრისგან. მოკლედ ცოტა კი ქარია, მაგრამ მგონი რომ დიდად არ უნდა შეგუშალოს ხელი იმაში, რომ დღეს მთლიანად დავასრულოთ OSB ფილების აღმართვა. აი ესე გამოიყურება. მოკლედ აქაც ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, გააჩნია თქვენ რომელს მიანიჭებთ უპირატესობას. ამ შემთხვევაში ჩვენ ფიცრის ადგილი დავტოვეთ ამ სამკუთხედებში და უკვე გამზადების შემდეგ ზემოდან ჩავდეთ და აქეთ იქიდან ყველგან დამაგრდა ეს ფიცარი. ასევე აქაც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ დიაგონალებში ჩასვათ ეგრეთ წოდებული ლარტყა, ანუ რეიკა, რომ ამ კონსტრუქციასაც არ ჰქონდეს რხევა და მაქსიმალურად იყოს მყარ მდგომარეობაში. მოკლედ OSB ფილები ჭერზე როგორც ხედავთ უკვე დამაგრებულია. ეხა ვამატებ აი ამ პატარა მონაკვეთებს, რომელიც დარჩა. ნახეთ, აქ გვერდზე დარჩენილია, მოიხსენებათ OSB ფილის ზომები არის 2.5 122-ზე. აი ეს 2.5 სიგრძეს დააკლდა 50 სანტიმეტრი, ჩემი სახურავის ფერდის სიგრძე გახლავთ 3 მეტრი. თქვენ შეგიძლიათ, როდესაც აშენებთ ძაღლს, გაითვალისწინოთ ესეთი სამშენებლო მასალების ზოგადი სტანდარტები და ზომები, იმისთვის რომ ბევრი ჭრა არ მოგიწიოთ და პატარა მონაკვეთების ჩაკერება, თუ კი არ გიცვლით დიდად ფართს, პირდაპირ შეგიძლიათ აიღოთ OSB ფილის ზომები და უკვე თქვენი სახურავის კონსტრუქციის გამართვის შემდეგ აღარ მოგიწევთ ჭრა კერვა, ერთ სიტყვით რო გითხრათ, ძალიან მარტივად გახვალთ ესეთ დროებში. შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოთ კედლებიც. ჩემი კედლები არის 2.5 სიმაღლეში, რაც ზუსტად OSB-ის სიმაღლეა, ასე რომ აი კედლის შემთხვევაში ჭრები აღარ დამჭირდება. თუმცა სახურავმა ასე მოითხოვა, რომ ეს ზომა ყოფილიყო, ესე მჭირდებოდა, იმიტომ რომ ზემოთ მინდა რომ ანტრესოლით იყოს საძინებელი, სწორედ ამიტომ აი ამ ადგილას ზუსტად ჩემს უკან უნდა იყოს საძინებელი კიბით ასასვლელი ღია. ამიტომ მჭირდებოდა, რომ ოდნავ მაღალი მქონოდა ჭერი, ვიდრე 2.5 შემთხვევაში გამოდიოდა. ესეთი ნიუანსები კარგი იქნება, რომ გაითვალისწინოთ ხოლმე. ახლა დღევანდელი პროცესი, რაც გველოდება, იქნება, რომ აი ეს ლარტყა, ეგრეთ წოდებული რეიკა უნდა განლაგდეს ზემოთ ჩამოშვებებზე, ანუ შიგნით როგორც არის ჩვენი სახურავის კარკასი, იქ ზემოდან ახლა ამ OSB ფილის ზემოდან დაერტყმევა ეს ლარტყები, შემდეგ პირიქით აი ასე გავავლებთ იმისთვის, რომ სახურავის თუნუქის სახურავის დამონტაჟების შემდეგ შიგნით იყოს შრე ვენტილაციისთვის. მოგეხსენებათ, როდესაც მზე აცხუნებს ზაფხულში, წარმოიქმნება უზარმაზარი რაოდენობის სითბო, ეს სითბო არ უნდა ჩამოვიდეს სახლში, ამ შემთხვევაში დარღვეულია ჩვენი სახლის თბოიზოლაცია და ასევე არ უნდა შეუქმნას პრობლემა შიგნით მოთავსებულ თბოიზოლაციას თუ სხვა მასალებს. აი ესე გამოიყურება კონსტრუქციის ძირი პირველი ნაწილი. ფიცრის, რომელიც მემბრანით არის შეფუთული, მემბრანის გადაბმის ნაწილში კარგი იქნება სრული იზოლირებისთვის, რომ იხმაროთ არმირებული ლენტი, რომელიც უფრო გამძლეა და მყარია. ახლა რაც შეეხება უსაფრთხოებას და მუშაობისას თავისუფლად გადაადგილებას. როგორც ხედავთ, აქ არის გასაშლელი კიბე გადაკიდებული, იქითაც აქეთაც თითოეული 3 მეტრი სიგრძის არის
და თავის თავს საკუთარ თავს იჭერს, იმიტომ რომ უშუალოდ ეს კიბეც მძიმეა და როდესაც გახარ ამა თუ იმ მხარეს საკმაოდ მყარია, ეს გაძლევთ შესაძლებლობას, რომ სახურავზე მუშაობის დროს იყოთ დაცული, თავისუფლად გრძნობდეთ თავს სამუშაობის დროს და ამ კიბეს გადააცურებთ შემდეგ გვერდით, როდესაც აი აქ დაასრულებთ ლარტყის, ეგრეთ წოდებული რეიკის დარტყმას თუ იზოლაციის დარტყმას, გადაინაცვლებთ და შემდეგ უკვე პირიქით იქიდან გამოყოფით სახურავის თუნუქის მასალის ზემოდან დაკვისას. უკვე შვეულად დაშვებულია ლარტყები და ეხლა მიდის ჰორიზონტალური ლარტყების გადაკვრა, რომელიც უფრო ბრტყელი და განიერია. ეს იმისთვის, რომ როდესაც დამონტაჟდება თუნუქის სახურავი, უფრო მეტი ადგილი კონდეს მოსაჭიდებლად და ამავე დროს სასიარულოდ ძალიან კომფორტულია. ანუ ამაზე გადაადგილდებით და აყვებით უკვე კიბის ფუნქციასაც ასრულებს და ახლობით 30-40 სანტიმეტრი უნდა იყოს დაშორება, გააჩნია თქვენი სახურავის ტიპს. თუ მეტალკრამეტია, მოგიწევთ უფრო დაბალი დაშორებების გაკეთება, რომ დაამთხვიოთ იმ ადგილებს, სადაც უნდა ჩამაგრდეს თუნუქის სახურავი. ჩემ შემთხვევაში უფრო ბრტყელი გადახურვა მაქვს, ამიტომ ცოტა მეტი დაშორებაც არ აწყენს. ეს გაყვება ბოლომდე, აი აქეთაც და შეგვისრულებს ცოტა ხანში კიბის ფუნქციას. ასევე საუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია გავავლოთ დიაგონალი, როდესაც კონსტრუქციას აწყობთ. ეს დიაგონალი ხელს უწყობს კონსტრუქციის მდგრადობას და ნაკლებად ექნება რხევა ჩვენს კარკას. იგივე ხდება ყველა კედელთან. ნახეთ, აქეთაც არის. სადაც არ გვაქვს, ასე ვთქვათ, ფანჯარა გათვლილი და კარი, შეგვიძლია რომ ყველგან გავაკეთოთ მაქსიმალურად ეს დიაგონალები, რომელიც უშუალოდ ხეში იქნება ჩასმული და ძალიან გაამყარებს კონსტრუქციას. მოკლედ იმის პარალელურად, რომ კარკას ვკრავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს დიზაინის ელემენტებზე მუშაობაც. აი მაგალითად აი ეს ფიცარი, რომელიც კრავს ამავდროულად კარკას, აქეთიდან და იქიდან კედლებს, ჩვენს ინტერიერში დარჩება, მეორეც დაემატება. აი აქ მზად არის აღსამართად და ეს ორი ფიცარი იქნება მყარი ძელი სახლის ინტერიერში, რომელზეც თავისუფლად შეიძლება მომავალში დაკიდოთ საქანელა ან მოსასვენებელი რაიმე სავარძელი თოკებზე, ან თუნდაც სხვა რაიმე დანიშნულება შესწინოთ. მოკლედ ეს დეტალიც იმის გარდა რომ კრავს კონსტრუქციას, ორ კედელს აქეთ და იქით და ამავდროულად სახურავის კარკასაც, ნახეთ, აჯდება როგორც კედელს, ასევე სახურავის კარკას და ასევე დარჩება ინტერიერშიც. იმედი მაქვს, რომ ჩემი ვლოგი დაგეხმარებათ იმაში, რომ გაერკვეთ მინიმალურ პრინციპებში, თუ როგორ შენდება ხის ეკოსახლი და როდესაც გადაწყვეტთ, რომ ან თქვენი დააშენოთ, ან თუნდაც შეუკვეთოთ ხის სახლის მშენებლობა,
შეგიძლიათ რომ თვალი მიადევნოთ ამ პროცესებს და დარწმუნდეთ თუ რამდენად სწორად შენდება თქვენი მომავალი სახლი. სახლის ფორმის მიღება ძალიან მარტივია. თქვენ შეგიძლიათ ააგოთ კონსტრუქცია, რომელიც დაემსგავსება სახლს ფორმებით, აი ისეთ ბავშვობაში რომ ყველა ვხატავდით ხოლმე, გვერდით მზეს რომ ვხატავდით და სადღაც ხესაც. კი ბატონო, რომ შეხედავ, სახლის ფორმა ექნება, მაგრამ სინამდვილეში არ იქნება ის, რაც უნდა იყოს და სწორედ ამიტომ არის ხოლმე სკეპტიკური შეხედულებები ხის სახლთან დაკავშირებით, რომ აი მაინც კაპიტალური სახლი ჯობია, აი მაინც ქვა და ბეტონი სულ სხვა, თითქოს ხე უფრო მალე დალპება, მალე გაუვა ექსპლუატაციის ვადა და ასე შემდეგ. სინამდვილეში თუ კი სწორად ააგებთ კონსტრუქციას, გამოიყენებთ კარგ მასალებს და ის სტანდარტებიც დაცული იქნება სახლის მშენებლობისას, რაც უნდა გაითვალისწინოთ ხის სახლის მშენებლობის დროს, ეს სახლი ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ. საქართველოს თუ მოივლით, ნახავთ საუკუნოვან სახლებს ხისას, რომელიც ლეგოს პრინციპით არის აწყობილი ერთმანეთში ჩამჯდარი დანომრილი ფიცრებით, განსაკუთრებით ეს ახასიათებს რაჭას და იმ არაჩვეულებრივ ხუროთ მოწყურებას ნახავთ, აიუნებს თუ სხვადასხვა დეტალებს, რომელსაც იქაური ხის ხელოსნები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე და ნახავთ, რომ ეს სახლები დღემდე მოტანილი და შენარჩუნებულია და დღემდე ლამაზია. საპირისპიროდ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ის სახლები, პრინციპში დათვალიერება დიდად არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ავიცი მთელი საქართველოს სავსეა უსახური სახლებით, რომელიმე დასახლებას ნებისმიერ თუ გაივლით, რომელიც დაახლოებით ბოლო 1 საუკუნეში არის აშენებული იქ სახლები და განახლებული, ნახავთ უამრავ უსახურ სახლს, რომელსაც ხალხის წარმოდგენით მე ვგულისხმობ უმეტესობის, რომლებიც ფიქრობენ, რომ კაპიტალური სახლი ჯობია ხისას, ქვია კაპიტალური სახლი. თუმცა ასეთ სახლებს ვერავინ ვერასდროს ვერ ათბობს. დამერწმუნებით ალბათ ვისაც გიცხოვრიათ, ასეთ სახლებს ხშირად არ აქვს ერთიანი სარტყელი და კონსტრუქცია, ანუ კოლონების პრინციპით არ არის ბეტონით ჩამოსხმული და ხშირად უბრალოდ კედლები არის ამოყვანილი აგურებით ან ქვით და თავზე აქვს დახურული სახურავი, სადაც არანაირი იზოლაცია არ არის. კი, დამსგავსებულია ფორმით სახლებს, თუმცა არ ვიცი, რატომღაც შეგრძნება მაქვს, რომ ერთ დღესაც შეიძლება ჩამოინგრეს, ჩამოიფშოს, თუ კი სწორი გათვლებით არ არის აშენებული. ასეთი ტიპის ხის სახლი კი ძალიან, არ ვიცი, დრეკადიც არის, უძლებს, ძალიან სეისმურმედეგიც არის და ბევრ გარემო ფაქტორს უძლებს. აქ ვერ ნახავთ გამსკდარ ბეტონს ან გაღებულ ბზარ და გაბზარულ კედელს, იმიტომ რომ ერთმანეთთან არის მთლიანად დაკავშირებული ხის კონსტრუქცია. ასევე არც იმას ვამბობ, რომ ჯობია ხის სახლი ვიდრე რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, არა, ამას არ ვიძახი და არ ვიტყვი, სწორად აშენებული ერთიც და მეორეც ძალიან კარგია. მე უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ თუ კი გადაწყვეტთ, რომ ააშენოთ ხის სახლი, არ იფიქროთ, რომ ეს გათვლა დაახლოებით, არ ვიცი, 15-20 წელზეა მაქსიმუმ. სინამდვილეში დღეს დღეობითაც საქართველოში უამრავი სახლია შემორჩენილი, რომელიც საუკუნეების წინ არის აშენებული.